დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია საკითხზე ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთხელ იმსჯელეს. ადგილობრივი და მაღალმთიანი აჭარის თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის ძირითადი პრინციპები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო. რეფორმა ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რამაც თვითმმართველობის საქმიანობაში მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები და უნდა მოიმატოს თვითმმართველი ქალაქების და თემების რაოდენობა. მმართველი რგოლები კი პროექტის მიხედვით არჩევითი იქნება, მინიჭებული იქნება ექსკლუზიური უფლებამოსილებები და ექნებათ დამოუკიდებელი და გაზრდილი ბიუჯეტი. მოხსენების მიხედვით კონკრეტული ნაბიჯები რეფორმის განსახორციელებლად 2013-2014 წლებში გადაიდგმება. ეს არის ნაწილი იმ დიდი რეფორმისა, რომელიც თვითმმართველობას უკავშირდება, რომელიც დაგეგმილია საქართველოს მთავრობას, ამის აუცილებლად გაიმექო, რომ თვითმმართველობა უნდა არსებობდეს მართლაც მოქალაქეებთან ანგარიშვალდებული ორგანოების სახით, რომელიც გააჭროს მოქალაქეების პრობლემებს, იქნება ძალიან ბევრი საკითხი გაატანილი ადგილობრივ დონეზე, რათა მეუღოთ საბოლოო ჯამში დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობა. უფრო დაახლოებულია ევროპულ მოდელთან, უფრო მეტად ანგარიშვალდებული ხდება თვითმმართველობა ხალხის მიმართ და ამორჩეველიც და საზოგადოებაც უფრო მეტი მომთხოვნი იქნება. რაც მეტი დანაწევრებულია და ხელისუფლების თქვათ ასე უფლებების გადაცემა ხდება რეგიონის და ქვედა დონეებზე, მეტი უკეთესია ხელისუფლებისთვის. ვიცი რომ იმ უფლებებს ვერ ვიყენებთ, რა უფლებებს აქვს აჭარას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის უფლებები რაც არ აქვს და თქვათ შეზღუდული აქვს, თავისთავად გაიზრდება ამ ახალ კანონთან ერთად. თვითმმართველობა ეს ნიშნავს ხალხის მმართველობას და აქ ზუსტად ორიენტირები იქნება ხალხზე და რაც შეიძლება მეტი ჩართულობა უნდა იყოს მოსახლეობის ქალაქის მართვაში, სოფლის, დაბის მართვაში. ეს არის მთავარი ასპექტები ამ კანონპროექტისა. ვიღაც ჩინოვნიკი კაბინეტში, თქვა ცენტრში განსაზღვრავდა თუ როგორ უნდა ყოფილიყო დაფინანსება, რა უნდა აშენებულიყო პირველში, ხიდი ჭირდებოდა ხალხს, თქვა გზა ჭირდებოდა თუ გასართობი საშუალებები, აი ამას გადაწყვეტს მოსახლეობა.